მადლობა უფალს რომ ერთად ვართ, მადლობა ღმერთს რომ აქ ვართ. მადლობა ღმერთს რომ მშვიდობა გვაქვს ყველანაირი ზეწოლის, წინააღმდეგობის, დევნის შევიწროების გარეშე შეგვიძლია ვიყოთ ერთად, ვემსახუროთ ჩვენს უფალ ღმერთს, როგორც გამოსვლათა წიგნი ამბობს, ემსახურეთ უფალ თქვენ ღმერთს, გიკურთხებს პურსსა და წყალს და არ გაიჭაჭანებსო თქვენში ავადმყოფი. ასე რომ მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. თუმცა მე მინდა გთხოვ დღეს, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემას უნდა შევეხო. ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი თემაა იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და სწორი გზით შეძლოს მან სიარული. ჩვენ დღეს იცით, რომ ნათლობა გვაქვს ეკლესიაში და ნათლობა ჩვენს ეკლესიაში იცით, რომ ეს რიტუალი არ არის და ეს მარტო ეს რაღაც საიდუმლო შესრულება არ არის, როგორც ეს ძალიან ბევრგან ასე აღიქმება. ნათლობა ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მსახურება, რომელიც ეკლესიის დაბადებიდან არის ეკლესიაში და ნათლობა ჩვენი რწმენით და არა მარტო ჩვენი რწმენით, წმინდა წერილის თანახმად ეს არის რწმენის აქტი, რწმენის მოქმედება, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა შეასრულოს და გაიაროს თავის ცხოვრებაში. ასე რომ დღეს მე მინდა ამ თემას შევეხო, ოღონდ მე ცოტა სხვა კუთხით შევეხები ამ თემას და ვილაპარაკებ ძალიან დიდ ყურადღების გამოჩენაზე და პასუხისმგებლობაზე ჩვენ ცხოვრებაში, რომლის აღებისკენაც უფალი მოგვიწოდებს ჩვენ. იმიტომ რომ ორ ადგილს შევეხებით დღეს წმინდა წერილიდან ნათლობასთან დაკავშირებით. ეს არის მარკოს სახარების მე-16 თავის მე-15 მუხლი, როცა წერილის ეს ადგილი მოგვითხრობს ჩვენ დიად დავალებაზე, როგორც ეს ეკლესიოლოგიაში და თეოლოგიაში ამ ტერმინით არის აღნიშნული ეს მომენტი დიად დავალებას ეძახიან ამას, როცა უფალმა შეკრიბა თავისი მოწაბეები და სანამდე ამაღლდებოდა ბოლო დავალება მისცა მათ. და მარკოს სახარების მე-15 თავში თუ გადავშლით ჩვენ მარკოს სახარების მე-16 თავს, ბოდიშით მე-15 მეთქი, ზუსტად ეს არის მოთხრობილი. გადაშალეთ ჩემთან ერთად და ნახეთ მე-16 თავის მე-14 მუხლიდან წავიკითხოთ. მოგვიანებით ეჩვენა იმ 12-ს ინახათ მცდართ და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა მათი ვინაიდან არ ირწმუნეს მათგან, ვინც იგი იხილა აღმდგარი. და უთხრა მათ: წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება. მე-16 მუხლი. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდებული იქნება. წმინდა წერილი ამბობს ძალიან მკაფიოდ. მეგობრებო, წმინდა წერილი ხანდახან იმდენად მარტივია, რომ ბევრს არ ესმის ეს. წმინდა წერილი ამბობს პირდაპირ, ორი პირობა გადარჩენისთვის. ვინც ირწმუნებს და მოინათლება. გასაგებია? არ არის მარტო რწმენა. აქ წერია, ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. მაგრამ დაღუპვაზე როცა ლაპარაკობს, მსჯავრდადებაზე როცა ლაპარაკობს, ისა უფალი იქ აღარ ახსენებს ნათლობას რაღაცათო. აქ წერია, ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდებული იქნება. ვინც არ ირწმუნებს და არ მოინათლებაო არ წერია. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდებული იქნება. ამით რისი თქმა მინდა, იცით? იმიტომ რომ რწმენის გარეშე ნათლობა არ არის. ნათლობა რწმენის გარეშე, ნათლობა რაღაცის გარეშე, ეს უბრალო აბაზანაა და მეტი არაფერი. ღმერთს არ მოუწოდები ვარ ჩვენ წყალში დასვლებისკენ. ღმერთმა მოგვიწოდა იმისკენ, რომ წმინდა წერილი ამბობს, ვინც ირწმუნებს და მოინათლება. და ეხლა აქაც კიდევ ერთი რაღაცა სანამდე უფრო ღრმად შევიდოდე და მინდა რომ ყურადღებით მომისმინოთ და კი არ მომისმინოთ მარტო მსჯელობაში გამომხვეთ. ერთად ვიმსჯელოთ და ერთად ვიფიქროთ. იმიტომ რომ მე არ ვარ აქ მოსული, იმიტომ რომ რაღაც მოხსენება წაგიკითხოთ, თქვენ დაჯდეთ მოისმინოთ და კრება დარჩა მხიარული. არა, მოდი ერთად ვიმსჯელოთ. რისი თქმა უნდა დღეს ჩვენ ღმერთს ჩვენთვის. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ,
წმინდა წერილი ამბობს პირიქით, ისა პირდაპირ და არა პირიქით. ის ამბობს, ვინც ირწმუნებს და მოინათლება. ანუ ადამიანმა ჯერ უნდა ირწმუნოს და შემდეგ უნდა მოინათლოს. და არ არის პირიქით. არ წერია რომ ვინც ირწმუნებს და მე ისა ვინც მოინათლება და მე ირწმუნებს. მე ძალიან ხშირად ხვდები ასეც. მე არავის ვასამართლებ, არავის მსჯავრს ავრდებ, არც არავის არ დავცინევარ, მაგრამ ძალიან ხშირად მინახავ, რომ პიროვნება, რომელიც არის, ეს არის მოევლინა ქვეყანას და ჯერ საკუთარ ხელებსაც ვერ ფლობს და საკუთარ რაღაცებსაც ვერ ფლობს. წმინდა წერილი ამბობს, ვინც ირწმუნებს და მოინათლება. ეხლა მინდა ერთ რამე შევეხო. ძალიან ბევრი ადამიანი ამ სფეროშიდაც ნახულობს ზედაპირულობას და ამბობს, ირწმუნა ადამიანმა. იცი დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თურმე ჩვილებს შეუძლიათ რწმენა. ავიღოთ მათესახარების 22 თავი. მათესახარების 22 თავი, იგივე ადგილი, იგივე დიადი დავალება, იგივე მომენტი, როცა უფალი ბოლო დავალებას აძლევს თავის მოწაფეებს და აქ წავიკითხოთ. აქ ცოტათი სხვა სურათი გვაქვს. უფრო მკაფიოდ არის მითითება თუ სინამდვილეში რას ავალებდა უფალი თავის მოწაფეებს. მარკოვის სახარებას თუ გადავხედავთ, იქ წერია წადით თელ დედამიწაზე და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. მე წავედი, ვიქადაგე, ვერიკომ თქვა მწამს, მე მოუნათლე, თვითონ თქვა მწამსო და მე მოუნათლე. გასაგებია, ამ შემთხვევაში თითქოს და არანაირი რაღაც პასუხისმგებლობაზე არ არის აქცენტი გაკეთებული. გასაგებია, წადი მთელ ქვეყნიერებაზე, ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება, ვინც ირწმუნებს. მაგრამ ეს რწმენა რაღა არის? ეს რწმენა რაში უნდა გამოიხატებოდეს? ეს არ ჩანს, ხო? მეთანხმებით? ამიტომ მინდა ახლა დავინახოთ უფრო გლობალურად რო დავინახოთ ეს საკითხი და უფრო კარგად დავინახოთ ეს საკითხი, მინდა მათესახარებაში ვნახოთ. მათესახარების 22 თავის 19 მუხლი. აქაც წერია იგივე რაღაც, ამიტომ წადითო წერია. დაჯექითო კი არა. თქვენთან მოვლენო კი არა, თქვენ წადით, ასე წერია. ასე რომ წადით, მაგრამ აქ ცოტა სხვა რაღაცას სხვანაირად გადმოგცემს მათე მახარებელი უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს. უფრო დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ. მათე მახარებელი ამბობს, ამიტომ წადით და გახადეთ მოწაფეებათო. სხვა თარგმანები ამბობს მოიმოწაფეთო, ერთ და იგივეა. არაფერი განსხვავება არ არის. ამიტომ წადით და გახადეთ მოწაფეებად ყველა ხალხი. და შემდეგ წერია მონათლეთ ისინი სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა და მესამე და ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა რაც მე გამცნეთ და იმე თქვენთან ვარ ყველა დღეს წუთისოფლის აღსასრულამდე. ამინ. ორი საკითხი, წადი უქადაგე, მეორე, წადი მოიმოწაფე. ეს ორი რაღაც განსხვავდება ერთმანეთისგან. მეთანხმებით? ერთი არის რომ მე წავედი ვილაპარაკე და ვიღაცამ თქვა რომ მე მწამს. მაგრამ რაში გამოიხატება მისი რწმენა? ეს ჯერ კიდე არავინ არ იცის. მაგრამ მოწაფეობა მერწმუნეთ ეს გაცილებით მაღალი სტანდარტია. გასაგებია? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ჩვენ უბრალოდ ბრმად კი არ ვაკეთებთ ამას რომ აი მწამს. კი ბატონო, მოდი აქ ვაბანავებ წყალში. მე დღეს მინდა ამას შევეხო. მე დღეს მინდა ეს დავინახო. იცი დღეს ძალიან აქტუალურია თემა და მადლობა ღმერთს რომ წინა კონფერენციებზე აქაც გქონდა ჩვენ ამაზე საუბარი, როცა გქონდა კითხვა-პასუხის რეჟიმი, პანელური დისკუსია, იცით რომ ძალიან კარგი კითხვა იყო დასმული, გადარჩენა იკარგება თუ არ იკარგება. იცით დღეს ეს არის განხილვის თემა, იმიტომ რომ არის უამრავი ქრისტიანი ამ დედამიწაზე, რომელიც საკუთარ პასუხისმგებლობასაც კი ღმერთს აკისრებს. ისინი ამბობენ, ღმერთმა გადაწყვიტა ჩვენი გადარჩენა, ღმერთმა ჩაგვჭიდა ხელი და ვერავინ წაგულეთ ჩვენ ღმერთის ხელიდან, ღმერთი არ გვაძლევს გადარჩენას და მე არ გვართმევს. ჩემი კითხვა, კონტრკითხვა. მე მჯერა რომ ღმერთი არ გვართმევს ჩვენ გადარჩენას. მე ასე მჯერა. ცოცხალი ღვთის წინაშე ვამბობ.
ღმერთმა მოგვცა ხსნა და ღმერთი მას აღარ გვართმევს. ღმერთი არ გვართმევს გადარჩენას. გაბედულებით ვამბობ, მაგრამ არც უფლებას გვართმევს. უარი ვთქვათ გადარჩენაზე. ღმერთმა თუ მომცა საჩუქარი, ღმერთი არ მეუბნება რომ შენ ამას ვერ გადააგდებო. გასაგებია? ბოდიში თუ ხეში გამოთქმისთვის. ამიტომ ყველაფერი ჩემს არჩევანზეა დამოკიდებული. ყველაფერი ჩემს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ღმერთი არ ძალადობს ჩემზე სიკეთის სახელით. გასაგებია? ღმერთი ამბობს რომ შენ მიუხედავად იმისა შენ რა გინდა შენ გადარჩენილი ხარ და გადარჩენილი იქნები. არა, ღმერთი ამბობს როგორც შენ გადაწყვეტა. როგორც შენ წახვალ, რასაც შენ აირჩევ, ის იქნება შენ ცხოვრებაში. გახსოვთ ღმერთი მოსეს ეუბნება. ორი გზა დავდეო შენ წინ. ღმერთი არ უნდა, მე არ მაინტერესებს შენი გზები, ეს გზა დავდე შენ წინ და წახვალ ამ გზით. ასე უთხრა ღმერთმა? რატო არ უთხრა ასე? ხო სიკეთე უნდა და ღმერთს მოსესთვის. და რატო არ უთხრა? არანაირი ბოროტება არ იქნება. ერთი გზა იქნება და ტროლეიბუსით გაყვებით იმ გზას. მაგრამ ღმერთი უნდა ორი გზა დევს შენს წინ. სიკვდილი და სიცოცხლე. დაღუპვა და გადარჩენა. ბოროტება, სიკეთე. მე გეუნები აირჩიე გადარჩენა. აირჩიე სიცოცხლე, მაგრამ რასაც შენ აირჩევ ის იქნება. ჩემო მეგობრებო, რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი? ის რაზედაც უნდა ვილაპარაკო, ზუსტად აქედან გამომდინარეობს. დღეს მე მინდა, მადლობა მინდა უთხრა ღმერთს, ჩვენი ეკლესიის უფროსი პასტორისთვის, ამ ეკლესიის და ეკლესიების საწყისში იდო ძალიან დევს, ძალიან სერიოზული სწავლება, მოძღვრება, გაიგივებაზე. მადლობა ღმერთს. და იცით, ჩვენი ეკლესია ეს არ არის რაღაცა ხალხის უბრალო შეკრება, ვინც ვირწმუნეთ და შევიკრიბეთ არ. ჩვენ არ გვჯერათ, ჩვენ არ გვწამთ, ჩვენ არ ვაღიარებთ ასე რომ ღმერთმა გადარჩენა გვაჩუქა, მე გადავრჩი, იმიტომ რომ ღმერთს ყავდი არჩეული და ეხლა რაც არ უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში ასე იქნება მუდამ. და ნათლობა ერთ-ერთი სიმბოლო არის იმისა, რომ მე გადარჩენილი ვარ. არა, ჩვენ ასე არ გვწამს. დღეს სწორედ ამას მინდა შევეხო. მე მინდა შევეხო ნათლობის პასუხისმგებლობას. მე მინდა ვილაპარაკო ჩვენ პასუხისმგებლობაზე. მოსანათლების მიმართ და მოსანათლების პასუხისმგებლობაზე, ცოცხალი ღმერთის მიმართ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, რომ წადით და მოიმოწაფეთ. წადით და გახადეთ მოწაფეებად. მოწაფე. ვინ არის მოწაფე? რომელიც საუკუნეში ერთხელ გაიარა სკოლასთან ახლოს. ჩვენ შორის ესეთი ხუმრობა იყო ხოლმე ადრე კი, მაგრამ სკოლაში თუ არ გივლია, ახლოს მაინც არ გაგავლია სკოლასთან. მოწაფე არ არის ის, ვინც ისა საუკუნეში ახლოს მოხვდა სკოლასთან. მოწაფე მოდის სიტყვიდან დაწაფება. დაწაფება. დაწაფება რა არის? დაწაფება არის სიტყვა, როცა ადამიანს რაღაცა წყურია და აი წყალი რო წყურია და აი სასარო აქვს გამშრალი და მერე რო დაეწაფება და იწყებს მას. მე თანხმებით? ეს არის მოწაფე. ვინ არის მოწაფე? ის ვინც დაეწაფება რაღაცას. ის ვისაც აქვს სურვილი, ის ვისაც აქვს გადაწყვეტილება, ის ვინც ამბობს რომ მე მინდა ამ მიმართულებით წავიდე. მეგობრებო, საკითხი რასაც ვეხებით, ეს არა ისეთი მარტივია და აი ხშირად იცი ჩვენ ერთი ხელის მოსმით გადავფურცლავთ ხოლმე რაღაცას და ეს ისეთი მარტივია. მაგალითად საუკუნეების განმავლობაში, ასევე ბევრი წლების განმავლობაში ეკლესიაში გვესმოდა ფრაზა, როგორც წმინდა მოციქული პეტრე გვასწავლის ჩვენ, მოდი გადავშალოთ პირველი პეტრეს წერილის მესამე თავი 21 მუხლიდან, რომელიც ახლა თქვენ გადაგარჩენთ როგორც ნათლობის წინასწარ გამოსახულების შესრულება. ცოტათი ზემოდან თუ წავიკითხავ, ჩვენ მიხვდებით მთლიანად კონტექსტში რაზეა ლაპარაკი, მაგალითად 19 მუხლიდან. რომლითაც რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის 18-დან. მართალი უმართლოთა გამო, რათა მივეყვანეთ ღმერთთან, მოკლული იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უხარდა საპყრობილეში სულებს, ურჩ ოდესღაც, როდესაც ღმერთის სულგრძელობა ელოდებოდათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტანი, ესე იგი 8 სული გადარჩნენ წყლისგან. რომელიც ეხლა თქვენ გადაგარჩენთ, როგორც ნათლობის წინასწარ გამოსახულების შესრულება, რომელიც არ არის ხორცის ჭუჭყის მოშორება,
არამედ სუფთა სინდისის ღმერთისადმი შეპირება. ბიბლიის თარგმანები ვითარდება. და ეს სიტყვა როცა გამოიკვლიეს, რომელიც ქართულში ნათარგმნია როგორც შეპირება, სინამდვილეში ის სიტყვა ნიშნავს ასევე შეთხოვასაც. გასაგებია? აქედან ამაზე წავიდა მთელი საუბრები და დისკუსიები. რომ მე შემიძლია ღმერთს რამე შევპირდე? მე შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა და უფალს აღთქმები დაუდო და მე იმ აღთქმების შესრულებაზე ვიყო ორიენტირებული? სინამდვილეში მეგობრებო, ერთი რამე მინდა რომ გითხრათ, ამ უკიდურებასობაში არ წავიდეთ. არასოდ ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია ღვთის გარეშე. იმიტომ რომ წმინდა მოციქული პავლე ამბობს, მოდი გადავშალოთ. 1 კორინთელების 15:10. მაგრამ ღმერთის მადლით ვარ რაც ვარ და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი. არამედ ყველა მათგანზე მეჩრომობდი. არამედ ღმერთის მადლი, რომელიც ჩემთანაა. დიდება უფალს. დაუკვირდით? ღმერთის მადლით ვარ რაც ვარ, პავლე მოციქული ამბობს. ღმერთის სიკეთით ვარ რაც ვარ. ბერძნული სიტყვა ხარის ქართულ ენაზე ითარგმნება როგორც მადლი. და წმინდა მოციქული პავლე ამბობს, მე თუ რამე ვარ, თუ რამე კეთილია ჩემში, თუ რამე კარგია ჩემში, ღმერთის მადლით ვარ. მოდი ახლა აქ ცოტას გავჩერდები და ნახოთ ერთი უკიდურესობა რაც ამ შემთხვევაში არის. მე თუ ღმერთის მადლით ვარ რაც ვარ, ესე იგი ღმერთმა თავისი მადლით გამხადა ასეთი. და ღმერთმა გადაწყვიტა რომ მე ასეთი უყოფილიყავი. მეგობრებო, პატარა ერთ რაღაცას მოგიყვებით, ერთხელ ერთი ჩემი მეგობარი, მეზობელი, ძალიან ახლობელი ჩემთვის, რომელთა ერთად გავიზარდე, 2 წელი დიდი არის ჩემზე და ფაქტიურად მთელი ბავშვობა ერთად გამოვიარეთ. ერთ ოჯახში არ დავბადებულ ვართ, მაგრამ კარის მეზობლები ვიყავით და ერთად გავიზარდეთ და ძალიან დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა ერთმანეთთან. მერე მოხდა ისე რომ გავიზარდეთ, სხვადასხვა მიმართულებით წავედით. მე მადლობა ღმერთს, ღმერთმა მიპოვა თავისი მადლით, თავისი წყალობით მოვხვდი ეკლესიაში, ღმერთმა შეცვალა ჩემი ბედი, ღმერთმა გამკურნა, ღმერთმა გამანთავისუფლა, ღმერთმა ოჯახი მომცა, ღმერთმა შვილები მომცა. არა და მეც და მასაც თავიდან დასაწყისში ორივეს ერთი რაღაც გვემუქრებოდა. მეც საპატიმროში მოვხვდი, ისიც საპატიმროში მოვხვდა. და მოხდა ისე რომ ღმერთმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და წლების შემდეგ შევხვდით ერთმანეთს და აღდგომის დღესასწაულზე იყო სოფელში ჩამოსული და მოვიდა ჩვენთან სახლში და ნასვამე იყო ესეთი და მე მეუბნება რომ იცი რო გიყურებო, იცი კეთილშურით მშურსო. როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება, როგორ სხვანაირი გახდა ყველაფერი. მაგრამ ერთი შეკითხვა მტანჯავსო და მინდა შეგეკითხოო და გთხოვო, მიპასუხეო და მითხარიო. ხო ყველაფერი ღმერთისგან არისო. ხო ყველაფერი ღმერთმა დაუშვა. ხო ღმერთისგან არის ყველაფერი. რა ვქნა რომ ღმერთმა მე ასეთი შემქმნაო და შენ ასეთიო? მე რატო ვარ ასეთი? იცი ღმერთმა მოგცა იმისი მადლი და სიკეთე რომ შენი ცხოვრება შეიცვალა და მე ღმერთმა შემქმნა ასეთი. იცით ეს უკიდურესობა არის ჩემო მეგობრებო, რომლებიც ადამიანებს გონიათ რომ ღმერთმა ერთი ნაწილი ადამიანებისა შექმნა როგორც მადლის ჭურჭლები და მათ ცხოვრებაში ეს განავითარა ღმერთმა, იმიტომ რომ პავლე მოციქულის ნათქვამი ღმერთის მადლით ვარ რაც ვარ ძალიან ცუდად არის გაგებული. თითქოს ღმერთმა ადგა და მე კი არ შემეკითხა. გადაწყვიტა მე ვყოფილიყავი ასეთი. და ღმერთმა გამხადა ასეთი. და აი ის ღმერთმა გადაწყვიტა რომ უნდა ყოფილიყო ასეთი, და მე თუ არის ასეთი. მე არ მჯერა ამ სიცრუის მეგობრებო. მე არ მჯერა ამ უკიდურესობის. წმინდა წერილი არ ლაპარაკობს ასე. იმიტომ რომ თუ დაუკვირდებით წმინდა მოციქული პავლეს სიტყვებს 1 კორინთელების 15 თავის 9 მუხლიდან, მაგრამ ღმერთის მადლით ვარ რაც ვარ. და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი. არამედ ყველა მათგანზე მეჩრომობდი. მაგრამ მე კი არ ვშრომობდი. აქაც კიდე არის ჩაძიება. ეხლა ეს ერთი უკიდურესობა ვთქვით, რომ ადამიანებს ჯერათ, რომ ღმერთმა გამხადა ასეთი, ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ასეთი ვყოფილიყავი. მე კი არ შემეკითხა. ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ასეთი ვყოფილიყავი და ვარ ასეთი. სხვათა შორის იცით, რომ ქრისტიანობაში არის ასეთი მიმართულება, ამას რადიკალურ კალვინიზმს ეძახიან. მათ ჯერათ ასე, მე იმიტომ კი არ გადავრჩი. მე მაშინ კი არ გადავრჩი, მე რო ავირჩიე. მე გადარჩენილი რო ვიყავი, იმიტომ ავირჩიე.
ღმერთმა საუკუნეთა უწინ გადაწყვიტა ჩემი გადარჩენა და რომ მოვინანიე, მაშინ კი არ გადავრჩი. მე გადარჩენილი ვიყავი უკვე და მიტომ მოვინანიე. გასაგებია? და ეხლა რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მე გადარჩენილი ვარ. იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა მადლის ჭურჭლები და რისხვის ჭურჭლები. და ღმერთი, აი მე არ მინდა ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო, ან ვინმეს ნათქვამი დავამცირო, მაგრამ ამ შემთხვევაში ღმერთი გამოდის ვიღაც უსამართლო, თავნება, მართველი, რომელიც ერთობა ჭადრაკის ფიგურებით. გითამაშიათ ბავშვობაში ჭადრაკის ფიგურებით, მე ერთმანეთში ვაჩხუბებდი ხოლმე. როცა პატარა ვიყავი. და მე ვიღაცას ჩაარტყა, ვიღაცა და რისხვის ჭურჭლებს ღმერთი მადლის ჭურჭლების სასეიროდ მადლის ჭურჭლებს აჩვენებს, თუ რას უკეთებს ღმერთი რისხვის ჭურჭლებს. როგორ გაანადგურა ღმერთმა ეგვიპტე, ისრაელს აყურებინებდა სეირს. რო ეჩვენებინა ნახე მე რა მაგარი ვარო. მე არ მჯერა რომ ეს ასეა. იმიტომ რომ ღმერთი წმინდა წერილი ამბობს, ანგელოზების ზეცაში დაფრინავენ. ესაიას წინასწარმეტყველება ამბობს. 6 ფრთა ჰქონდათო მათ. 2 სახეთ ფარავდნენ, 2 ცხეულს ფარავდნენ, 2 დაფრენდნენ, ერთმანეთს გასძახოდნენ, განუწყვეტლივ და ამბობდნენ: წმიდარს, 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 საბაოთ უფალი. დიდება უფალს. ის წმიდა, ის უზენაესი სამართლიანობა და მე არ მჯერა რომ ღმერთმა მიუხედავად იმისა, ვინ იყო, რა იყო, ღმერთმა გადაწყვიტა, შენ იქნები რისხვის ჭურჭელი. შენ იქნები მადლის ჭურჭელი. თითქოს ესე არ ღმერთი ასე წყვიტავს ჩვენ ბედს. მე კი არ მეკითხება. შენ იქნები მადლის ჭურჭელი. კაი თქო. დავეთანხმე მეც. და აი ის არის რისხვის ჭურჭელი. მე არ მჯერა რომ ჩვენი უფალი ასეთია. წერილს თუ დაუკვირდებით, მაგრამ ღმერთის მადლი თუ არ რაც ვარ, რა თქმა უნდა ღმერთის მადლი თუ არ რაც ვარ, მაგრამ მადლი ღმერთისა რომელიც მომცა არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი. გასაგებია? არამედ მე იმ მადლის გამოყენება დავიწყე. იცით ფუჭი მადლი რა არის? ადრეც მოგიხევით, ადრე გითხარით ეს. ახსოვთ თუ გავიხსენეთ, წარმოიდგინე რომ ისვენებ სადმე ალპურ ზონაში და მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროს, ძალიან შორს ხარ, კომუნიკაციებისგან სადღაც ხარ ისეთ და უეცრად გაქვს ერთი რადიო მარტო. და უეცრად ჩართე რადიო და რადიომ გადმოსცა კატასტროფული ინფორმაცია. რომ იმ ზონიდან სადაც შენ ხარ, ძალიან ახლოს, ძალიან მალე იქნება ვულკანის ამოფრქვევა. ფაქტიურად გადმოსცა ინფორმაცია რადიომ, რომ გარდაუვალი სიკვდილი გელოდება, ვერაფრით ვერ გაასწრებ იქიდან. არანაირი საშუალება არ გაქვს და არანაირი პირობა არ გაქვს იმისა, რომ იქიდან გაასწრო შენ და თავი გადაირჩინო. წარმოგიდგენიათ? და ამ დროს ადამიანი პანიკაშია, რა გაქნას ახლა, სად უნდა ფეხით რო გაიქცე ვერ გაასწრებ, ვერაფერი. აი, გამორიცხულია, დაღუპული ადამიანი ხარ. და უეცრად შენს კარებზე, შენს კოტეჯზე, სადაც შენ ისვენებდი არის კაკუნი. გააღე კარები და ვიღაც უცნობი დგას შენს კარებში და გაწვდის გასაღებს. ეს არის ჯიპის გასაღები. ის გეუბნება, აი ჯიპი, წადიჩქარა აქედან, გაასწარიჩქარა. მადლი. ეს არის მადლი. შენის ჯიპი გამოძახებული არ ყავდა, შენის ჯიპი არ დაგიმსახურებია. შენ ვერ გექნებოდა პრეტენზია, რატო არ მოვიდა ჩემს სასაყვანად ჯიპი, იმიტომ რომ შენ არაფერი არის, შენ არ იმსახურებდი ამას, არც გამოძახებული გყავდა. მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა თავისი სიკეთით გადაგარჩინოს. და გეუბნევ, აჰა, გასაღები, აგერ ჯიპი, დაქოქე და წადიჩქარა აქედან, გაასწარი. ხო დიდია ღმერთის მადლი ამ შემთხვევაში, მაგრამ ფუჭი მადლი იცი რა არის? მანქანის ტარება რო არ იცი. კი არის, ამ ხელა არის მადლი, მაგრამ არაფერში არ გამოგადგება, იმიტომ რომ მაინც ვერ წახო, რა მნიშვნელობა გულდანში მოკვდები თუ მანქანაში? ავარიაში. არავით არის, აი ეს არის ფუჭი მადლი, ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ ღმერთის მადლი თუ არ რაც ვარ, მაგრამ ღმერთის მადლი არ იყო ფუჭი, არამედ მე იცი ზოგს ესე ესმის, მე ხელის განძრევაც არ მჭირდება არაფერზე, ღმერთის მადლი თუ არ ასეთი, ღმერთმა გადაწყვიტა გამხადა ასეთი. ეს ასე არ არის, მეგობრებო. ღმერთის მადლმა რო იმუშაოს, შენის მადლი უნდა მიიღო. გასაგებია? შენის მადლი უნდა გასინჯო. იმ მადლის მოსმენა უნდა დაიწყო. იმ მადლის და მიხედვით რაღაცეების კეთება უნდა დაიწყო. გასაგებია? უნდა იმოქმედო. გასაგებია? მაგრამ პავლე მოციქული კიდე ერთი უკიდურესობა.
ჩვენ ადამიანებს ყველგან გვიყვარს ჩვენი თავის ჩაჩრა. და ხშირად ვამბობთ, ღმერთს უნდა რომ მე ღმერთმა საქმეებით უნდა გადამორჩინოს. აქ არ არის ლაპარაკი ჩვენ საქმეებზე. კარგად გამიგეთ. ჩვენ ხშირად გადარჩენის საქმეში გვინდა ჩავჭხიროთ ჩვენი თავი და ვთქვათ, რომ აი, კი, ღმერთი კეთილია, ღმერთი დიდებულია, მაგრამ ჩემს გარეშე ღმერთი, ეცი, სინამდვილეში ყველაფერი ღმერთის მადლია, მაგრამ ღმერთი მარტო ერთ რამეს ელოდება ჩემგან. ნახეთ, წმინდა მოციქული პავლე რას ამბობს. მე ღმერთის მადლი თუ არ რაც ვარ და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეც შრომობდი. აქ რო ყოფილიყო წერტილი დასმული, მაშინ გამოდის, რომ მე და ღმერთი ვაკეთებთ ამ საქმეს. ღმერთი თანამშრომლობს ჩემთან, ღმერთმა მომცა რაღაც საქმე და მე გავუტოლე ჩემი თავი ღმერთს, რომ ღმერთის თანამშრომელი ვარ, რა მაგარი ბიჭი ვარ. გუშინდელი ცოდვილი, ახლა ღმერთის თანამშრომელი გავხდი. მაგრამ აქ არ არის წერტილი დასმული. პავლე ამბობს, კი ვშრომობდი მე, მაგრამ მე კი არ შრომობდიო. ღმერთის მადლი შრომობდა ჩემში. ნახე? და არა მე, არამედ ღმერთის მადლი, რომელიც ჩემთანაა. დიდება უფალს. ანუ ღმერთი რას ელოდება, იცი? ღმერთი ჩემგან ელოდება დასტურს. ღმერთი ელოდება თანხმობას, რომ მე დავთანხმდე მას, მოусმინო მას, უფლება მივცე მას. თავისი მადლით შემეხოს და თავისი მადლით შემცვალოს. თავისი მადლით გამომიყენოს. გასაგებია, დიდება ჩვენს უფალს. მეგობრებო, ჩვენ გვწამს და ჩვენ გვჯერა ასეთი რაღაცა, რომ მადლით ავართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით. ეს არის ეფესელების 2 თავის 8 მუხლები. მადლით ავართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით და არ არის ეს ჩვენგან, არამედ ღვთის მადლის ნიჭია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს. გადარჩენაში, ჩვენი სულის ხსნაში, არანაირი საქმე არ ურევია. ჩვენი საქმე იქ არაფერ შუაში არ არის. ეს მთლიანად, სრულიად ღვთის პრეროგატივაა. იმიტომ რომ რომაელების მერვე თავის მესამე მუხლში ასეთი რამ წერია, რა კი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა სჯულმა ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და მსჯავრი დადო ცოდვას ხორცში. დიდება უფალს. და იქ არ წერია, იცი, მე დავეხმარე ღმერთს, არა. აქ ჩემი საქმე არაფერ შუაში არ არის. მადლით ავართ გადარჩენილები, სიკეთით ვართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით. რწმენა აქ არის გასაღები. რწმენის მეშვეობით. მადლით ავართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით. მე ვირწმუნე, რომ ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილის სხეულის მსგავსებაში, მას არავითარი დანაშაული არ ქონდა, მაგრამ ჩემს ცოდვას მსჯავრი დადო ქრისტეს ხორცში. ღმერთმა ცოდვა კი არ აცვა ჯვარს. ცოდვილი აცვა ჯვარს. და ვინ იყო ცოდვილი? ქრისტე. ქრისტე გახდა ცოდვილი ჩემს ნაცვლად. იცი, კი წერია წმინდა წერილში, რომ ცოდვები ჯვარზე აზიდაო, მაგრამ ცოდვა კი არ აცვა ჯვარს, მან თავისი ძე აცვა ჯვარს, რომელიც გალატელების 3 თავის 13 მუხლის თანახმად წყეული გახდა. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და წყეული გახდა ჩვენს ნაცვლად. რადგან დაწერილია წყეულია ყველა დაკიდებული ძელზე. ქრისტემ ჩემი წყევლა, შენი წყევლა, სხვისი წყევლა, სამყაროს წყევლა, თავის თავზე აიღო და როგორც რომაელების 3 თავის 13 მუხლი ამბობს, მსჯავრი დადო ცოდვას ხორცში, ჩემს ცოდვას ქრისტეს ხორცში დაედო მსჯავრი. მეგობრებო, არასოდეს არ დაიჯერა, რომ ცოდვა სამართლდება, რომ ცოდვა არის ჯვარცმული. ცოდვა არ არის ჯვარცმული, ცოდვილია ჯვარცმული. ცოდვილზე არის მთელი აქცენტი. იმიტომ რომ თუ არ არის ცოდვილი, ცოდვა არ არსებობს. გასაგებია? თუ არ არის ცოდვილი, ცოდვა არ არსებობს. დიდება უფალს. და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მე მადლით ვარ გადარჩენილი რწმენის მეშვეობით. არა საქმეთაგან, არა ჩემგან. მე ეს არ დამიმსახურებია, არაფერი არ გამიკეთებია, ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. მარტო ერთი რაღაცა, დავინახე ეს დიდი სიკეთე, დავინახე ეს დიდი სიდიადე და ვთქვი, მინდა, ვიღებ. მე მახსოვს ჩემი პირველი ლოცვა. ცოტას დაგიმოწმე. როცა ეკლესიაში მოვხვდი, მე არ მივედი ეკლესიაში, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა. მე არ მივსულ ვარ ეკლესიაში, იმიტომ რომ გადარჩენა მინდოდა.
მე მივედი ეკლესიაში ჩემი მეგობრებისთვის რომ თვალები ამეხილა. იმიტომ რომ ჩემს წარმოდგენაში ადრეც მაქვს ეს ეკლესიაში ნათქვამი მორწმუნე ადამიანი იყო მეორე ხარისხოვანი. რომელსაც ცხოვრებაში არ გაუმართლა და სხვა გზა არ ქონდა წავიდა ეკლესიაში. გასაგებია? ამიტომ რო გავიგე რომ ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები მორწმუნეები გახდნენ, მე მინდოდა თვალი ამეხილა მათთვის და ასეც წავედი ეკლესიაში. და პირველი ჩემი ლოცვა იცი რა იყო? ახალი სიგარეტის კოლოფი მედო ჯიბეში, დაუჭმუჭნე ეს კოლოფი და ესეთი სიტყვებით ვილოცე. მეთქი ღმერთო მგონი ჭკუიდან შევიშალე. მე არ მწამს შენ არსებობ თუ არა. არ მჯერა რომ არსებობ. მაგრამ თუ რაც აქ მოვისმინე ეს სიმართლეა, მე არ მინდა მოვკვდე. მე გთხოვ დამიმოწმე. მე გთხოვ დღეს იყო აქ ნაგალობები ის გამოავლენს თავს. მე ზუსტად ეს მჭირდებოდა. მე ის კი არ მინდოდა ეთქვა ვიღაცას რომ ჩემთვის ეთქვა რომ ის სიყვარულია. მე მინდოდა მის სიყვარული თვითონ გამეცადა. მე ის კი არ მინდოდა ვინმეს ეთქვა ჩემთვის რომ იცი ასე უნდა მოიქციას ჭკუა ესწავლებინა. არ მოწიო არ დალიო ეს არ გააკეთო ის არ გააკეთო მეთქი მოიტანე თოკი და ჩამომახჩეთ. მე ასე ვლაპარაკობდი ხოლმე. მე მინდოდა თუ ღმერთი ცოცხალია. მე მინდოდა ეს მე უნდა ვიგრძნო. თუ ეს სიმართლეა რაც აქ მოვისმინე, დამიმოწმე, დამიმტკიცე. არ მინდა მოვკვდე, კვდები. იმ დღეს შეიცვალა ჩემი ცხოვრება. იმ დღეს შეცვალა ღმერთმა ყველაფერი. იმ დღეს განკურნა ღმერთმა თავიდან ფეხებამდე. მადლით ავარ გადარჩენილი რწმენის მეშვეობით ეს არ არის ჩემგან, არამედ ღვთის მადლის ნიჭია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიქვეყნოს. მაგრამ მეგობრებო, თესალონიკელების მეხუთე თავის 23 მუხლის თანახმად, ჩვენ არა ვართ მარტო სულები. ზოგიერთი ადამიანი აქ ჩერდება, აქ სვავს წერტილს. სული. გადარჩენა არ ეხება სულს მარტო. გასაგებია? იმიტომ რომ პირველი თესალონიკელების მეხუთე თავის 23 მუხლში წერია რომ და თქვენ წმინდა გყოთ ღმერთმა სრულიად და მთლიანად სული მშვინვა სხეული. სული სამშვინველი სხეული დაცული იყოს უბიწოდ იესო ქრისტეს მოსვლისთვის. სულის გადარჩენა ხდება მადლით. საქმეთა გარეშე, რწმენის მეშვეობით. მე ვირწმუნე რომ ქრისტე მოკვდა ჩემთვის და გადავრჩი, ჩემი სული გაცოცხლდა ღმერთისთვის. მე დახსნილი ვარ, მე გადარჩენილი ვარ, მაგრამ გონება არ გადარჩება მადლით. გონება უნდა განახლდეს. თუ გადავშლით რომაელების მე-12 თავს, მე არ დიდი დრო არ მინდა დაუთმო, იმიტომ რომ სხვა რამეს მინდა შევეხო. რომაელების მე-12 თავი გადაშალეთ ჩემთან ერთად. და ნახეთ, პირველივე მუხლი. ამრიგობ შეგაგონებთ ძმებო. პავლე მოციქული გვეუბნება, შეგონებას გვეუბნება. ამრიგად შეგაგონებთ ძმებო, ღმერთის მოწყალებით, რომ უძღვნათ თქვენი სხეულები, ცოცხალ და წმინდა ღმერთისათვის სასურველ მსხვერპლად. ეს იქნება თქვენი გონივრული მსახურება. მეორე მუხლი. და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალეთ თქვენი გონების განახლებით. დიდება უფალს. ნახეთ, პავლე კი არ ამბობს, რომ ღმერთის შეგცვლით თქვენი გონების განახლებით. ღმერთი განაახლებს თქვენს გონებას, თქვენგან დაუკითხავთ. ასე ამბობს პავლე? პავლე გვთავაზობს სიტყვას, დავალებას გვაძლევს. ნუ დაემსგავსებით წუთისოფელსო. რატომ? იცი რა განსხვავება არის ცხოველს და ადამიანს შორის? რა შევო ძროხამ, რატო არ არის ძროხა პიროვნება? იცი რატო არ არის? პიროვნება ღმერთმა ჩვენ შექმნა თავის ხატად და თავის მსგავსად და ეს გამოგვარჩევს ჩვენ ყველა ქმნილებისგან. და ჩვენში ხატება და მსგავსების ყველაზე დამახასიათებელი შტრიხი ეს არის პიროვნება. ღმერთმა ჩვენ პიროვნებად შექმნა. ვინ არის პიროვნება? ვისაც აქვს გონივრული განსჯა, ინტელექტი, გონივრული განსჯა. ჩვენ ინსტინქტებით მართული კი არ ვართ. იცი, შეიძლება ძაღლი გყავდეს ძალიან ჭკვიანი, ძალიან მოვლილი, ძალიან დაბანილი, ძალიან საყვარელი, მაგრამ ვერაფრით ვერ აუხსნი შენ ძაღლს. ქუჩის იქით რომ დედალი ძაღლი დარბი, შენი ცოლი არ არის და არ მიეკარო. ვერ აუხსნი, იცი რატო ვერ აუხსნი? იმიტომ რომ ის პიროვნება არ არის. ის არის მართული ინსტინქტით. მასში აღიძრება ინსტინქტი და ის მიდის და ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც ინსტინქტი ეუბნება, მაგრამ ჩვენ ასეთები არ ვართ.
ჩვენ ღმერთმა შექმნა თავის ხატად და თავის მსგავსად და ჩვენ გვაქვს გონივრული განჯის უნარი და ღმერთი ამბობს უნდა იფიქრო და უნდა გადაწყვიტო და უნდა განახორციელო, უნდა იფიქრო, უნდა დაგებადო სურვილი და უნდა მიიღო გადაწყვეტილება და შენი ნება გადაიხრება და იმის კეთებას დაიწყებ, რაც იფიქრე, რაც გადაწყვიტე და რის განხორციელებასაც დაიწყებ. გასაგებია, სული სამშვინველი სხეული. და მშვინვაში არის ჩვენი საჭე, საითაც გადაიხრება ეს, ჩვენც იქით წავალთ. გასაგებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ამბობს წმინდა მოციქული პავლე, რომ განახლდითო თქვენი გონებით სულში. ნუ დაემსგავსებით წუთისოფელს, რატო? წუთისოფელი ცხოვრობს ინსტინქტებით. გასაგებია? არ მოეწონა ეს? არის ამასთან. არ მოეწონება ეს წავა ამასთან. ნახეთ თანამედროვე სერიალები. ნარატივი ყველას აღარ უყვარს ეს, ახლა ეს უყვარს და თითქოს ეს არის სიმართლე. ესე უნდა იყოს. რა ვქნა ახლა აღარ მიყვარს და მე არავინ მეკითხება. მე ერთი რაღაცა ვიცი. მე წმინდა წერილმა მითხრა, შეიყვარე. გასაგებია? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მეგობრებო, რისი თქმა მინდა, გონება არ გადარჩება მადლით. ვერ იტყვით ესე რომ, იცი, მე გადავრჩი და ღმერთმა და შეცვალა ჩემი გონება. ეს ტყუილია. გონება უნდა განიწმინდოს. პირველი სულის ხსნა, განწმენდა, სამშვინველის განწმენდა და მესამე სხეულის გამოსყიდვა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არის სრული გადარჩენის პროცესი. ამას სხვანაირად ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ გადარჩენილთა გადარჩენა. დიდება უფალს. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან ღრმა პროცესია. რატო დავიწყე ახლა ყველაფერ ამის ლაპარაკი? კიდევ და კიდევ მინდა რამდენიმე ადგილი გავიაროთ თქვენთან ერთად. მოდი ავიღოთ. ერთი მუხლი. იაკობის პირველ თავის მე-18 მუხლი. მან თავისი განზახვით გშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველ ნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის. დაუგვირდით? არ წერია რომ იცი მე დავეხმარე მას რომ მას ვეშვი. არა, მან თავისი განზრახვით ჩვენ გშვა. ეს ეხება ჩვენ სულს. ეს ეხება ზეციდან შობას. მადლით ახართ გადარჩენილი რწმენის მეშვეობით. ეს არ არის თქვენგან. ასევე კიდევ ერთი მუხლი. პირველი პეტრეს პირველ თავის მესამე მუხლი. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა. მე არანაირად არ მინდა დავაკნინოთ ხსნის კონცეფცია. გადარჩენა. მან გშვა ჩვენ. და არაფერში არ არის ჩვენი დამსახურება. გასაგებია? მე უბრალოდ უნდა ვირწმუნო, რომ მან ეს გააკეთა. მე ეს მივიღე. მაგრამ მეორე ეტაპი, რაც გაცილებით ძალიან სერიოზული საპასუხისმგებლო რაღაცა არის. ეს არის, რომ წმინდა მოციქული პავლე ამბობს, საყვარელო, შეგაგონებთო, ნუ მიესადაგებით წუთისოფელს. არამედ შეიცვალეთ თქვენი გონების განახლებით. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალეთ თქვენი გონების განახლებით, რაცა შეიცნოთ, ნახეთ, შეიცნოთ რა არის ღმერთის ნება, კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. ხშირად არის ხოლმე, გვეკითხებიან, როგორ ახარ? ღმერთის მადლით კარგად. რა კარგია მადლით ცხოვრება? როგორ ახარ? ღმერთის მადლით კარგად. ანუ ღმერთის მადლით ჩემ ცხოვრებაშია და მადლით ვარ ყველაფერი. მაგრამ პავლე არ ამბობს, რომ ღმერთის მადლით იცხოვრეთო. მარტო. პავლე ამბობს, უნდა შეიცვალო. მოდი გაიმეორე სიტყვა. მიუბრუნდი შენ გვერდით მდგომს. დაუთხარი, უნდა შეიცვალო. მე არ მithქვია ეს პავლე ამბობს. ღმერთმა თქვა შეიცვალე, შეიცვალე. კითხვა. მე შემიძლია შევიცვალო? მე შემიძლია ჩემ თავს მოვერიო. მიუნჰაუზენის ზღაპრების სკოლაში წაგიკითხავთ? მე მაქვს წაკითხული. მათქო არა კაცი რო იყო. ჭაობში ჩავარდიო, ცხენი ჩაეფლო ჭაობშიო, ვეღარ ამოვდიოდიო და ნაწნავში მოვიკიდე ხელი ასეო. და ამოუწიე ჩემი თავი ჭაობიდანო. იცი ვისაც გონია რომ ესე მე უნდა შევიცვალო ახლა მე დღეს გადავწყვიტავ ღმერთო მე შევიცვლები всё გადაწყვეტილი მაქვს მიუნჰაუზენი ხარ შენ როცა ასე ფიქრობ
რომ შენ გონია შენ თავს ამუათრევ ჭაობიდან. სინამდვილეში შენ თავს შენ ჭაობიდან ვერ ამუათრევ. აბა რაღაც უამბობს პავლე შეიცვალე თქვენი გონების განახლებით. ეს ნიშნავს მიეცი უფლება ღმერთის მადლს დაიწყოს მოქმედება შენში. მიეცი უფლება ღმერთის მადლს იმოქმედოს შენში. წმინდა ხავით ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი. უფალი ის არის ვინც უფლობს. იცი მე მას ვეუბნები ღმერთო ეს მე არ შემიძლია მაგრამ ეს შენ შეგიძლია. ამიტომ მე გაძლე უფლებას მოხვიდე ჩემში და შეძლო ის რაც მე არ შემიძლია. გასაგებია? ამიტომ ამბობს წმინდა მოციქული პავლე, ნუ მიასადაგები წუთისოფელს. წუთისოფელი თulis რომ ეს ნორმალურია. მოდი ავიღოთ ნომინალური ქრისტიანობა. რა არის ნომინალური ქრისტიანობის ყველაზე ნომინალური ქრისტიანობის ყველაზე დამახასიათებელი შტრიხი, დამახასიათებელი თვისება. ეს რა არის, იცით? განა ისინი ურწმუნოები არიან, არა? მათ წამთ. მაგრამ მათ წამთ, რომ ღმერთი მით უარსებობს, რომ მე უნდა ვიყო კარგად. მათ ასე შეჯერათ. ამიტომ ღმერთო, შენ იყავი ტაძარში, მე ჩემ ცხოვრებაში ვცხოვრობ, ვწოდავ ეს ჩვეულებრივია. ნორმალურია, ყველა წოდავს. იცი მათ ასე ესმით. ეს ნორმალურია. და წელიწადში ერთხელ მივალ ახსარებაზე. ჩავაბარებ ახსარებას, მივიღებ პატიებას, მე რაღაც პერიოდი მაქვს შესაძლებლობა კიდევ ვწოდო. წავავ, მე კიდე მივალ ახსარებაზე, ჩავაბარებ ახსარებას, მივიღებ პატიებას, მივიღებ ზიარებას და მე ახალი ლიმიტია, როგორც ის არის, ტელეფონზე რო ჩარიცხავს ალაპარაკოს და სანამ არ გაგითავდება. ჩემი ლიმიტი ამოიწურება, უნდა წავიდე ახსარება ჩავაბარო ისევ. ჩავაბარებ ახსარებას, მივიღებ ზიარებას და ისევ ვაგრძელებ ცოდვას. ეს არის ნომინალური ქრისტიანობის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება. და მათ მიაჩნიათ, რომ ეს ასეც არის. მაგრამ სინამდვილეში წმინდა მოციქული პავლე ამბობს, ნუ მიესადაგებით წუთისოფელს. შეიცვალეთ თქვენი გონების განახლებით. ღმერთს უნდა რომ ჩვენი გონება განახლდეს ღმერთის სიტყვის საფუძველზე. რომ ჩემი პიროვნების საყრდენი ადამი კი არ იყოს და ადამიანის ფასეულობები კი არ იყოს. ჩემი პიროვნების საყრდენი გახდეს ღმერთის სიტყვა. კოლოსელების 3:16. რა წერია? უფლის სიტყვა უხვად დამკვიდრდეს თქვენშიო. უხვად დამკვიდრდეს თქვენში. იესონავეს 1:8. რა წერია? ნუ გაქრება რჯულის ეს სიტყვა შენი ბაგითაგან. დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყოველივე ისე გააკეთო, როგორც ის გეუბნება. მაშინ მოგემართება ხელი, მაშინ იქნები წარმატებული. დიდება უფალს. გასაგებია, უფალს უნდა რომ ადამი კი არ იყოს ჩვენს გონებაში, ჩვენს ფასეულობებში. ჩვენ ვიბადებით ამ დედამიწაზე ადამის ბუნებით და რა სავალალო მდგომარეობა არის, როცა გუშინდელი ცოდვილი ადამი მოვედი ეკლესიაში, ჩავიცვი ქრისტიანული ტანსაცმელი. ვისწავლე ჰალელუია, დიდება ღმერთს. შიგნით ადამია, გარედან ქრისტე. შიგნით ადამი ცხოვრობს, ის არ ჩანს და იცით, ჩვენ ყველა შეგვიძლია როლის თამაში. ჩვენ ყველანი მსახიობები ვართ, მეგობრებო. ხშირად თამაშობთ ამ როლებს. მაგრამ ღმერთი გვხედავს ყველა ნიღბის ნიღმა, მეთანხმებით? და როცა წმინდა მოციქული პავლე ამბობს, ნუ მიემსგავსებით წუთისოფელს, იმიტომ რომ წუთისოფელში უყვართ როლების თამაში. ქრისტემ თქვა, ვაი თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო, რომ გავხართ შეთეთრებულ საფლავებსო. რატო გავდნენ ისინი შეთეთრებულ საფლავებს? გარეგნულად წმინდები და სუფთები იყვნენ. სამოსელიც ესეთი ეცვათ, ლაპარაკიც ესეთი ჰქონდათ, დაყენებული დიქცია, რამე თუ და ასე შემდეგ. გასაგებია? მაგრამ შინაგანი მტაცებლობით არის სავსეო. ამიტომ გვეუბნება წმინდა მოციქული პავლე. მიეცით სული წმინდას უფლება, გაგაშუქოთ რენტგენზე და ყველაზე ღრმა და დაფარული გამოიტანოს ხელის გულზე. ნუ დაემსგავსებით წუთისოფელს, არამედ შეიცვალეთ თქვენი გონების განახლებით. რომელთა მეშვიდე თავი ვის გაქვთ წაკითხული? მე გირჩევთ დღეს რო დაბრუნდებით სახლში, რომელთა მეშვიდე თავი ყურადღებით წაიკითხეთ. იცით რატო? რომელთა მეშვიდე თავში ზუსტად ეს კონფლიქტია დაწერილი. პავლე ამბობს, კეთილის კეთება მსურს
და ბოროტი მეტმასნება. შინაგანი ადამიანის მიხედვით მსიამოვნებს ღმერთის ჯული, მაგრამ ჩემში ვხედავ სხვა კანონს, რომელიც მატყუებს და მხდის ცოდვის კანონის ტყვედ, უბადრუკი ადამიანი ვარ. თუ გულწრფელი ვიქნები, აუცილებლად დავინახავ ჩემში ადამიანს, რომელიც არ ეთანხმება ღმერთის რჯულს, რომელიც არ ეთანხმება ღმერთის სიტყვას. გალატელების მეხუთე თავის მე-16 მუხლი მოიქეცი სულიერად და რაღაცრულებ ხორცის გულისმოს, ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს ხორცის საწინააღმდეგო და რა კი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ ის, რაც არ გსურთ, პავლე ამბობს. ანუ ის უნდა ვაკეთო, რაც არ მინდა? რატო უნდა ვაკეთო ის, რაც არ მინდა? იმიტომ რაც მე მინდა, ეს ადამიან. გასაგებია? მე ის უნდა ვაკეთო, რაც მე კი არ მინდა. მე ის უნდა ვაკეთო, რაც მას უნდა. დიდება ღმერთს. და თუ ამას ვაკეთებ, მას ვამკვიდრებ ჩემში. მე ვიწყებ განთავისუფლებას ადამიანის ბუნებისგან და ვიღებ ჩემში ქრისტეს ბუნებას. მეორე პეტრეს პირველი თავის მე-4 მუხლი, რომლის მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიადი აღთქმები, რომელთა მეშვეობით ღვთის ბუნებით ზიარი ვხვდებით და გავერიდებით წუთისოფლის გახსნილებას. დაუკვირდით ამას კარგად. ანუ ღმერთმა მოგცა აღთქმები და ამ აღთქმების მიღებით, ამ აღთქმებში შესულით, როცა ამ აღთქმებში შედიხარ, აღთქმა შეთანხმება. მეგობრებო, აღთქმა შეთანხმება. აღთქმა ხელშეკრულება და ამ აღთქმებში შესულით, როცა ამ აღთქმებში შედიხარ, როცა ამ აღთქმის მონაწილე ხდები, ეს გაძლევს საშუალებას გაერიდო წუთისოფლის გახსნილებას და ეზიარო ღვთის ბუნებას. და მერე აგრძელებს პეტრე. ეს რომ მოხდესო, მერე 7 საფეხურია ჩამოთვლილი. ეს რომ მოხდეს, ამიტომ მოსერია. წარმოაჩინეთ თქვენს რწმენაში სათნოება. ღმერთმა თქვა, მე წარმოვაჩენო შენ რწმენაშიო? სადმე წერია რომ იცი მე წარმოვაჩენ შენ რწმენაში. არა. მე უნდა ვეცადო. მე უნდა ვიყო მლოცველი, მე უნდა ვიდგე მუხლებზე, მე უნდა ვთხოვდე ღმერთო, დამეხმარე რომ ჩემი რწმენა შეიცვალოს და სათნოებით აივსოს, ანუ მოსაწონი გახდეს ვიღაცეებისთვის. მე რამდენიმე წუთი უნდა მომცეთ. ეს უნდა დავამთავრო აუცილებლად. შეიცვალეთ თქვენი გონების განახლებით. ამას ამბობს პავლე. მე იცი ჩემი ცვალებადობა საიდან იწყება? მე ვეუბნები ღმერთო, მიუხედავად დამეხმარე მოვერიო ჩემს თავს. ღმერთო, დამეხმარე მოვერიო ჩემს სურვილებს. დამეხმარე მოვერიო ჩემს რაღაცეებს. და როცა ამაზე იწყებ, ღმერთი არ არის ბოროტი, რომ მისი შვილები პურს თხოვდნენ და მან ქვამისცეს. ღმერთი არ არის ბოროტი, რომ მისი შვილები თევზს თხოვდნენ და მან გველი მისცეს. და ქრისტემ თქვა, თუ თქვენ ბოროტეულებმა იცით კეთილთა მისაცემელი, რაოდენ დიდია თქვენზე თქვენი ზეციერი მამაო. დიდება უფალს. ასე რომ ჩემო მეგობრებო, მე მინდა ერთი რამე დავინახოთ. პავლე მოციქული ამბობს ფილიპელების წერილში, შიშითა და ძრწოლვით აღასრულეთ თქვენი გადარჩენა. ზუსტად ეს არის ის მეორე ეტაპი, როცა ღმერთისაგან აღსრულებული ჩვენი გადარჩენა უნდა დე-ფაქტო გადარჩენა, როგორ გამიხარდა რომ ეს ახსენა ლიძეევმა აქ. დე-ფაქტო ხსნა, რას ნიშნავს დე-ფაქტო? ეს ორი ტერმინია, დე-ფაქტო, დე-იურე. დე-ფაქტო ნიშნავს, აი მაგალითად ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ორი დე-ფაქტოდ გამოცხადებული რესპუბლიკა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ისინი დე-ფაქტო თქვენს რომ ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ დე-იურე ეს არ დამდგარა, რატო? არავინ არ აღიარა და მითო. გასაგებია? მე შემიძლია ვთქვა, რომ იცი უნივერსიტეტში რო ჩაირიცხე, ჩარიცხული ხარ შენ უნივერსიტეტში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ უკვე სპეციალიზირებული მეცნიერ მუშაკი ხარ. გასაგებია? შენ ჩაირიცხე, მაგრამ კვალიფიკაციას მიიღებ მაშინ, იცი, ბევრი დიპლომსაც ფლობს, მაგრამ კვალიფიკაციას არა. დე-იურე ნიშნავს ის, რაც არის დე-ფაქტო, რომ მოქმედებაში მოვიდა. მოდი ავიღოთ ერთი კარგი მუხლი. პირველი იოანეს წერილი, მე-3 თავი, პირველივე მუხლიდან. საყვარელო, შეხედეთო, რა დიდი სიყვარული მოგცა მამამ, რათა გვერქვას
და ვიყოთ. მადლობა ღმერთს ქართული ბიბლიისთვის, იმიტომ რომ სხვა თარგმანებში ეს არ გვხვდება, გარდა ბერძნულისა. ბერძნულში გვხვდება. ბერძნულში ვისაც გაქვს საშუალება, ნახეთ. ბერძნულში წერია. ნახეთ როგორი სიყვარული მოგცა მამამ, რომ ვიწოდებოდეთ ღმერთის შვილებად და ვართ კიდეცო. ბერძნული ზუსტად ასე ამბობს. და ქართულში სწორი თარგმანია. რათა გვერქვას და ვიყოთ. პირველი მადლით ვარ გადარჩენილი რწმენის მეშვეობით, ეს ნიშნავს, რომ მე გადარჩენილი ვარ, ოღონდ de facto. გასაგებია? მე თვითონ არაფერი არ გამიკეთებია, ჩემ ცხოვრებაში ეს არ გამოვლენილა, მე მივიღე ქრისტე, გუშინდელმა ცოდვილმა, გუშინდელმა მივიღე ქრისტე და გადავრჩი, გადარჩენილი ვარ. მაგრამ ღმერთს უნდა რომ de facto გადარჩენა მოვიდეს მოქმედებაში და გამოვლინდეს de iure, რომ მართალი კი არ უნდა უმართლობდეს. მართალი უნდა მართლობდეს. და ეხლა მინდა შევეხო გაიგივების თემას მოკლედ. გასაგებია? ავიღოთ ერთი მუხლი. ეს არის რომაელების მე-6 თავი. გადაშალეთ ჩემთან ერთად. რომაელების მე-6 თავი, მე-4 მუხლი. ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლობით, როგორც მამის დიდებით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. გასაღები მუხლი, გასაღები სიტყვა, ცენტრალური სიტყვა ამ მუხლში არის სიტყვა დავიმარხეთ. ბავშვობაში ვინმეს დაუწყევლი ხარ? დედა ჩემი მწყევლი და ხომ შენ დაგმარხეო. აქ არ წერია თქვენ დაგმარხეთო. აქ არ წერია თქვენ დაგმარხეთო. აქ არ წერია ღმერთმა თქვა მე დაგმარხავ თქვენო. სადმე წერია? აქ წერია სიტყვა დავიმარხეთ. დავიმარხეთ. მოდი ეს სიტყვა კარგად დაიმახსოვრეთ. წმინდა წერილი ამბობს, ამიტომ დავიმარხეთ ჩვენ ვიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას. მასთან სიკვდილში ნათლობით. ანუ ეს რას ნიშნავს? ღმერთს უნდა რომ მე ჩემი თავი გავაიგივო ქრისტეს სიკვდილში. სხვათა შორის ეს მუხლი პირდაპირ კავშირით ეხება ნათლობას. იმიტომ რომ როცა ვინათლებით, როგორც წმინდა წერილი ამბობს, ჩვენ უბრალოდ წყალში კი არ ვსველდებით. ჩვენ ამით ვაღიარებთ და ვამბობთ, რომ მე მკვდარი ვარ. რომაელების კიდევ ერთი მუხლი უნდა წაგიკითხოთ. მე-11 მუხლი, მე-6 თავის. დაუკვირდით, აქაც წერია. თქვენც ასევე ჩათვალეთ. მოწოდება გესმით? არ წერია მე ჩაგთვლით ასეო. ანდა ეს ასე იქნება, ღმერთი არ ამბობს. აქ წერია, თქვენც ასევე ჩათვალეთ. ვერიკო, შენც ასე ჩათვალე. ანუ რო ჩათვლი, ასე იმოქმედე. რო ჩათვლი, ასე გააკეთე. რო ჩათვლი, ასე გადადგინა ბიჯები. აქ წერია, ამიტომ თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისთვის მკვდრებად და ღმერთისთვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. ანუ ეს ნიშნავს, დაუკვირდით, პასტორი ამაზე წინ ამსახურებაზე დაწვრილებით ლაპარაკობდა. რჯული პავლე მოციქულს შედარებული ყავს ქმრიან ქალთან. ნახეთ? იცი, მე დაკავშირებული ვარ მასთან. მე მას ვეკუთვნი. მე მასზე ვარ მიყიდული. მე არ შემიძლია, მე არ შემიძლია გამოვეყო მას. თუ სიცოცხლეშიო ცოლის სხვისი გახდება, ეს მას მრუშობა ჩაეთვლება. გამოსავალი ერთია. ერთ-ერთი უნდა მოკვდეს. ან ის უნდა მოკვდეს, ან მე უნდა მოკვდე. იმიტომ რომ მე მასზე ვარ დაკავშირებული. იცი, მე და ჩემი მეუღლე აღთქმით ვარ დაკავშირებული ერთმანეთთან და ეს აღთქმა არასდროს არ დაირღვევა. მე ჩემმა მეუღლემ რაღაცნაირი ლაპარაკი, ეს არაფერს არ ნიშნავს. ერთადერთი რამ გვანთავისუფლდეს სიკვდილი. იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვით, ვიდრე სიკვდილი არ დაგაშორებთ ერთმანეთს. გასაგებია? ასევე პავლე მოციქული ამ კავშირს ადრის სოდვისა და რჯულისა და ადამიანის კავშირს. მე მასზე ვარ მიყიდული, მე მასზე ვარ მიბმული, მე ვერ მოვწყდები მას. მე დაკავშირებული ვარ მასთან. სიკეთის კეთება მსურს, მაგრამ ბოროტი მეტმასნება. არ მაძლევს საშუალებას. ჩემში ვხედავ სხვა კანონს, რომელიც მატყუებს მე და ცოდვის კანონის ტყვედ მხტის. გამოსავალი ერთია, ვინმე უნდა მოკვდეს. ერთ-ერთი უნდა მოკვდეს. ის ბუნებაა. ცოდვა ვერ მოკვდება. იმიტომ რომ ის ბუნება არ კვდება. მაშინ რა არის გამოსავალი?
გამოსავალი არის რომაელების მერვე თავის მესამე მუხლი, რაც ახან წავიკითხე. რა კი ვერ შეძლო ცოდვის მიერ დაუძლურებულმა სჯულმა. ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილის სხეულის მსგავსებაში და მსჯაური დადო ჩემს ცოდვას ქრისტეს სხეულში და ახლა მე-11 მუხლი. მე-6 თავის. თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისთვის მკვდრებად და ღმერთისთვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. მას ნუ იმეფებს ცოდვა, მე-12 მუხლი ამბობს. მას ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში, მის გულისწყმათა დასამორჩილებლად, ნურც მისცემ თქვენს ასუებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ მიართვით ღმერთს თქვენი თავი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი და თქვენი ასუები სიმართლის იარაღად. ანუ გადაწყვეტილებაა მისაღები. გასაგებია? მე უნდა გადავწყვიტო, რომ ცოდვა ვეღარ იმეფებს ჩემში. გასაგებია? აქ არ არის მეგობრებო ლაპარაკი სრულ ყოფილებაზე. იყო დრო, როცა ვცოდავდი და ვფიქრობდი, რომ ასეც უნდა გამეკეთებინა. ეს ნორმალური იყო. გასაგებია? იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო. სხვანაირად, მაგრამ არის მდგომარეობა, როცა იცი, კი არ ცოდავ, ვიღაცა მოგატყუა და გაგაკეთებინა რაღაც. რომელიც სინამდვილეში შენში ძალიან დიდ ტკივილს და იმას იწვევს. გასაგებ, არ მოიტყუო თავი. არ ითამაშო ზეციდან შობილის როლი. გასაგებია? სინამდვილეში აქ წერია, თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავები ცოდვისთვის მკვდრად და ღმერთისთვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. ეს გადაწყვეტილებას ღმერთი შენგან ელოდება. ეს უნდა ირწმუნო, ეს უნდა მიიღო და გადადგა ნაბიჯები. მას ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში და მე უნდა ვთხოვო ეს ღმერთს, რომ ღმერთო დამეხმარე, რომ აქ ცოდვა კი არ მეფობდეს. დამეხმარე, რომ აქ შენი ძე მეფობდეს. იესო ქრისტე მეფობდეს. დამეხმარე, რომ ეს ცოდვის ტახტი კი არ იყოს. დამეხმარე, რომ ეს ქრისტეს ტახტი იყოს. როგორც ალექსეი ლიძიევი ლაპარაკობს, ჩვენ ქრისტე ცენტრისტები ვართ. ეს არ მინდა ბრტყელი სიტყვა იყოს. ქრისტე ცენტრისტი მაშინ ვარ, თუ ჩემი პიროვნების ტახტზე ქრისტე ზის. თუ გადაწყვეტილების მიმღები, თუ უფალი ის არის. გასაგებია? ამიტომ ჩათვალეთო თქვენი თავები ცოდვისთვის მკვდრად და ღმერთისთვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. და მე-4 მუხლი ამბობს. ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლობით, რათა როგორც მამის დიდებით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. მე, როცა წყალში შეხვალთ დღეს და როცა მე წყალში შევედი, ეს იყო 1993 წლის 13 მაისი, ქალაქი ზესტაფონში, მდინარე ჩოლაბურში მოვინათლე. როცა წყალში შევდიოდი, მახსოვს, თელი სხეული მიცახცახებდა განცდისგან. იცი, იმ განცდისგან, რომ მე ვიცოდი, რომ ზეცა და ზეცაში მყოფი ანგელოზები, მიწა და მიწაზე მაცხოვრებელი ადამიანები და ქვესკნელი და ქვესკნელში მყოფი დაცემული ანგელოზები ხედავდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, რომ მე შევდიოდი წყალში და ღმერთს ეუნეოდი. მაშინ უთხარი ღმერთს ზუსტად. მეთქი ღმერთო, თუ ცოცხალი ვიქნები ამ დედამიწაზე, მე შენი მსახური უნდა ვიყო. თუ ცოცხალი ვიქნები, მე უნდა გემსახურე. და ძალიან ხშირად დამდგარა ჩემს ცხოვრებაში კრიტიკული მომენტი, როცა ზღვარზე ვიდექი. ზღვარზე, მაგრამ სულ ყოველთვის მახსენდებოდა, თუ ცოცხალი ვიქნები, შენი მსახური უნდა ვიყო. და სულ ყოველთვის ღმერთი მეხმარებოდა. ჩემო მეგობრებო, როცა დღეს ჩვენ აქ ნათლობა გვექნება და როცა წყალში შეხვალთ, ერთი რწმენით და ერთი განცდით უნდა შეხვიდე წყალში. რომ ქრისტე მოკვდა ჩემს ნაცვლად, მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩემი ძველი კაცი, რომაელების 6:6. მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩემი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული. ჩემზე ძალაუფლება აღარ აქვს ცოდვას. იმიტომ რომ მე მოვკვდი ცოდვისთვის, მე მკვდარი ვარ, რომაელების 6:11. ასევე ჩათვალეთ თქვენი თავები ცოდვისთვის მკვდრად და ღმერთისთვის ცოცხლებად. ეს არის მოწაფეობის პრინციპი, მეგობრებო. და როცა წყალში შევდივართ, მე შევდივარ, რომ მე ცოდვისთვის მკვდარი ვარ, ვიმარხები ქრისტესთან ერთად სიკვდილში და როცა წყლიდან ამოვდივარ, რათა როცა როგორც მამის დიდებით აღდგა ქრისტე, მეც ვიარო სიცოცხლის განახლებით. მეგობრებო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მჯერა გადარჩენა როგორც ფაქტი და გადარჩენა როგორც პროცესი. გასაგებია? ბავშვი მარტო არ იბადება. ეს არ არის საკმარისი. ბავშვი იმიტომ იბადება, რომ უნდა გაიზარდოს. და გაზრდა პროცესია. გინახავთ, რომ ბავშვი ესე გაიზარდა.
ეს არავინ არ იზრდება. გუშინ იყო შვილი, ხოლ სტუდენტია. ესეთი რამეები არ ხდება. გასაგებია, ეს არის პროცესი, ძალიან სერიოზული პროცესი. ასევე გონების განახლება და იცი, სხეულის გამოსყიდვა და გონების ეს არის დიდი პროცესი, რომელიც გრძელდება მთელი დრო. რამდენი ადამიანი გამოვიდა ლიზიაემას თქვა აქ ეგვიპტის ქვეყნიდან? 2 მილიონი ნახევარი. რამდენი შევიდა აღთქმულში? 2. დანარჩენი პროცესი ვერ დაექვემდებარა. დანარჩენში ზრდის პროცესი ვერ განხორციელდა. დანარჩენში განწმენდის პროცესი ვერ განხორციელდა. რამ 2 მუხლი და ვამთავრებ. ებრაელების მეათე თავი 38-39 მუხლები. ნახეთ დაუკვირდით ამას და ყურადღებით იყავით. ვინაიდან ჩემი მართალი იცოცხლებს რწმენით. მართალი არ იცოცხლებს ადამით. ადამის ფასეულობებით. მართალმა უნდა იცოცხლოს რწმენით. რწმენით უნდა მიიღოს რაღაცეები. შემდეგ. ხოლო თუ უკან მიიქცევაო, დაუკვირდით? თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას. ჩვენ კი უკან მიქცეულთაგანი კი არა ვართ დასაღუპავად. არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად. აქ კიდე ერთი პასუხი მეგობრებო. ჩვენთვის არავის დაუშლია უკან მიქცევა. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავბრუნდეთ უკან. არავინ არ გვიგრძალოს, ღმერთო შენ ამას ვერ გააკეთებ. არა, შენ დღეს შეგიძლია აბრუნდე, ადგე და გაბრუნდე. მაგრამ ჩვენ არა ვართ უკან მიქცეულები. ჩვენ არა ვართ მერყევები. ჩვენ უკან კი არ მივიქცევით პირიქით. ჩვენ მიზნისკენ მივდივართ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ვილტვი რაც არის ჩემს უკან და ვილტვი ისა ვივიწყებ რაც არის ჩემს უკან და ვილტვი მიზნისკენ, ქრისტეს უმაღლესი მოწოდებისკენ. ამენ. დიდება უფალს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო მეგობრებო. კიდევ ერთი მუხლი. მეორე პეტრეს წერილი, მეორე თავის 21-22 მუხლები. უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკან ქცეულიყვნენ მათთვის. გადაცემული წმინდა მცნებისაგან. იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ, ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბარი ღორი კი ტალახში საგორაო წვება. წმინდა წერილი ამბობს, უმჯობესი იყო არ შეეცნოთ, ვიდრე შეეცნოთ და უკან გაბრუნებულიყვნენ. ასე რომ ჩემო მეგობრებო, მინდა ძალიან კარგად ყურადღებით მოვეკიდოთ ამას. ნათლობაში არის ჩვენი პასუხისმგებლობა. თუმცა ნათლობა არ არის ყველაფერი. მე არ ვამბობ, რომ იცი ადამიანი რომ მოინათლება, ის უკვე უნდა იყოს ფრთებიანი ანგელოზი. აქ არ არის ამაზე ლაპარაკი. აქ მთავარია გადაწყვეტილებაზე. გასაგებია? აქ უმთავრესი ნათლობაში ეს არის მოწაფეობა. რომ ის უნდა იყოს მოწაფე. მოწაფეობა რაში გამოიხატება? საუკუნეში ერთხელ გაივლის ახლოს სკოლასთან. ეს არ არის მოწაფეობა. მოწაფეს აქ ერთი თვისება. მოწაფე არ არის მასწავლებლის მსგავსი, მაგრამ როცა ყოველივეს გაასრულებს, მისი მსგავსი იქნება ვასწერი. მოწაფე პროცესში ერთვება. მოწაფე ის არის, მოწაფე არ არის ის, რომ უნდა დაურეკო რომ მსახურებაზე მოვიდეს. ალო, რატო არ ახლა დამეძინა. მოწაფეობის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება ეს არის დაწაფება. ასე რომ მეგობრებო, პილატემ ერთ დროს ხელები დაიბანა. იცი რას ნიშნავდა ეს? უთხრა რომ მე ვერ ვხედავ ამ კაცში დანაშაულსო. ისინი უნდა ჯვარსაც მაგრამ ხელებს თქვენზე იყოს მის სისხლი. წმინდა წერილი გვასწავლის ტიმოთეს ეუბნება პავლე მოციქული, არავის დაადო ხელი და არ გახდეს სხვისი ცოდვების მოზიარევა. არავის დაადო ხელი აჩქარებით და არ გახდეს სხვისი ცოდვების მოზიარე. ამიტომ ჩვენ გულდასმით ვიკვლევთ ხოლმე რაღაცეებს და გვინდა დავინახოთ ადამიანში მოწაფეობის სული. მეგობრებო, ნუ დაუჯერებთ ეშმაკის ტყუილებს. ნუ შეხედავ რომ ესე გამოდის. ერთხელ ერთ მორწმუნეს ველაპარაკებოდი, რომელსაც თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა. და გავიგე რომ სასწორში იტყუებოდა. რაღაცებს ყიდდა და მითხრეს რომ ეგ იტყუებაო. მივედი ველაპარაკები, მეთქი მორწმუნე კაცი ამას როგორ კადრულო. სხვანაირად არ გამოდის ხოლმე, რა ვქნა. სხვანაირად არ გამოდის. ისე სხვანაირად არ გამოდის, უნდა იმრუშო. რა სხვანაირად არ გამოდის.
მე იქ ძმაკაცები დაგიძახებენ და თუ არ დალიეს სხვანაირად არ გამოდის. მე ვიღაცა წამალ შემოგთავაზებს და სხვანაირად არ გამოდის. მე ვიღაცა ქრთამ შემოგთავაზებს და სხვანაირად არ გამოდის. ეს მეგობრებო, სამაგიეროდ შემიძლია ჯვარი ვატარო გულზე, მქონდეს რაღაცა რიტუალები, რომელიც თითქოს და ჩემს ქრისტიანობას დაადასტურებს. ამიტომ, ვითამაშებთ ამას ყველას ვეუბნები, მონათლულსაც და მოსანათლასაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი, ჩვენი სულის ხსნა მადლით, რწმენის მეშვეობით საქმეთაგან დამოუკიდებლად. მეორე, გონების განახლება. ეს ნიშნავს, რომ იმ თვისებების და იმ უნარების ჩვენში ინტეგრირება, რასაც წმინდა მოციქული გვასწავლის, წმინდა წერილი გვასწავლის. გასაგებია? და მესამე, ჩვენი ხორცის გამოსყიდვა, რომ ხორცი სოდვის პლაცდარმი კი არა. მიართმევთო თქვენს სოდვას ეშმაკის იარაღად, არამედ გადაეცით თქვენი თავი, თქვენი ასუები, როგორც სიმართლის იარაღი. თუ ადრე ეშმაკი მეფობდა ჩემს სხეულში და ისაკეთებდა თავის საქმეებს, დღეს მე იგივე სხეულით ღვთის საქმეები უნდა ვაკეთო. ასე რომ დიდება კონდეს ჩვენს უფალს.